Ფიქრობ, რომ აი ეს წერილი, რომელიც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა მიწერა თავის ევროპულ კოლეგას, არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, იმიტომ რომ საქართველოს მიმართ დასავლეთს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს ხელისუფლება მათ უნდა შეცვალონ თავიანთვის სასურველი ხელისუფლებით, ეს არის ნაცჯალათები. თქვენ გახსოვთ ალბათ, როგორი აღტკინება იყო ტრამპის მილოცვასთან დაკავშირებით, როდესაც მან ყაველაშვილს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს იყო ფორმალობა და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გაუგებრობაც ყველას მისწერეს და ჩვენც მოგწერეს, იმიტომ რომ ეს შაბლონია. რომ მართლაც ეს ყოფილიყო გულითადად მილოცვა და ეს ყოფილიყო რეალობა, მაშინ საიტზე ამერიკის საელჩოს Facebook გვერდზე, საიტზე როგორ შეიძლება არ დადებულიყო ეს მილოცვა. თუ ვინმეს გონია, რომ ეხლა მაგალითად ეს ამერიკის ელჩი დანიგარი თავისით მოქმედებს და რაღაცა ცალკე NGO-ა და არ ემორჩილება ამერიკის პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, ხო? და ეხლა რაზეც საუბრობდა ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომ ესე იგი აწყობენ ობსტრუქციებს, აწყობენ დივერსიებს ის ძალები და ის ახალგაზრდები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირიდან, ეს ხო ცხადზე ცხადია. იქ ჩამოთვლილი იყო უამრავი მაგალითი, ლაშხის მაგალითი, ჩამოთვლილი იყო უამრავი მაგალითი დეპუტატებთან დაკავშირებით. ახლა ბოლოს მაგალითად დავით მათიკაშვილს პარლამენტის დეპუტატს მიუვარდნენ და იქ მოუწყვეს ობსტრუქციები. ეს ხო ჩვენ ვხედავთ ამას ყოველდღიურად და უკვე აღარ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრება. აი ჩვენ სათაურად გვაქვს გასაოცარი დემოკრატიის თავისებურებანი. თუ ესეთი გასაოცარი დემოკრატია უნდა იყოს, ესეთი დემოკრატია არ არის დემოკრატია, ეს არის პატარა ჯგუფის, ესე იგი გარკვეული ბატონობა უმრავლესობაზე. ეხლა ხელისუფლებაში ნაცები არ არიან, მაგრამ იგრძნობა, რომ ესე იგი იჩაგრება უმრავლესობა. ანუ ჩვენ თუ ადრე სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ადამიანებს აწამებდნენ, ხოცავდნენ, დღეს ადამიანი რესტორანში ვერ დაჯდება, მიუვარდეს შეიძლება. შეიძლება მიუვარდეს ვიღაცას ქუჩაში, შეიძლება მიუვარდეს სასწავლო დაწესებულებაში, შეიძლება მიუვარდეს ელემენტარულად ადამიანი იჯდეს სახლში და იქ მიუვარდნენ. და ესე იგი ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის სტილი. ეს არის ამერიკაში დაწერილი ყველაფერი ეს სქემა, როგორ უნდა მოაწყო დივერსიები. და ჩვენ ამას უყურებთ მარტო Facebook-ზე პოსტავთ, აღშფოთებით, შეშფოთებით და იმის მაგივრად რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკოს ეს, მარტო განცხადებები შემოიფარგლება. აქ უნდა კაცრი რეაგირება, სისხლის სამართლის წესით დასჯა ამ ადამიანების. მე ვთქვი ადრეს და ძალიან კარგია რომ ხელისუფლებამ 5,000 ლარი ჯააჯარიმა ეს ადამიანებმა. არ კმარა ეს. იმიტომ რომ 5,000 ლარი ან ჯარიმას იხდის ევროკავშირი. და სულ არ აინტერესებს ამათ ეს ბოდიშ და იცინიან მე 50 ჯარიმა მაქვს, მე 20 ჯარიმა, ეჯიბრებიან ერთმანეთს ვის უფრო მეტი ჯარიმები აქვს. და ცდილობენ რომ კიდევ უფრო მეტი ჯარიმა გამოიწერონ, ეთყობა იქ მე ვის უფრო მეტ ჯარიმას დააგროვებს, ეთყობა პრიზს გადასცემენ. და ჩვენ რა ვქნათ, მაინტერესებს საზოგადოება. ეხლა იქ რო რეაგირება არის დეპუტატებზე, უბრალო ადამიანებიც ხო განიცდიან გარკვეულ აი ამ ზეწოლას. პოლიციელები, მოსამართლეები, რამდენი ადამიანი განიცდის ამ ყველაფერს. იქ არ არის იმ წერილში ნახსენები მაგალითად მოსამართლე, რომელიც იხილავდა ნიკა მელიას საქმეს. იქ არ არის მაგალითად იმ წერილში მოხსენიებული ის გამომძიებელი, რომელიც მაგალითად პროცესზე მივიდა. ჩვენ რას უყუროთ ამ ყველაფერს? გაგებით მოვეკიდოთ ამ ყველაფერს და ვაპატიოთ ნაციონალური მოძრაობის დროს ვინმე გაბედავდა იმას რაც გაბედა ნიკამელია? მაგალითად დაკავშირებით საუბრო არა აინტერესებს შუშის ფალები გიყურე თქვენ ხართ თანამონაწილე ბოდიში მით უფრო ვერ შევიკავოთ თანამონაწილე ხარ ჯაჭვის ერთი რგოლი ხარ უმნიშვნელოდ ნაკლებად უმნიშვნელოვანი თუ პირიქით ეს არავინ არ იცის მაგრამ ფაქტია ხარ დანაშაულებია ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი რომელსაც კითხაც კი არ უჩნდება აი აქ როგორ აღმოჩნდი ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მოკლედ მანქანებში ჩამონტაჟებული ოფიციალურად ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები არ გიჩნდება კითხვები მეტიც ხარ დროებით დანიშნული მოსამართის თანამდებობაზე განუსასწრელი ვადით ეს
ყველა ვიცით. მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით, და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებას. ეს კაცი უნდა ესე იგი მოსამართლეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს აი ვაჟბატონმა ესროლა წყლის ბოთლი შეასხა და უნამუსო ეძახა. ეხლა მე მაინტერესებს ამერიკაში საფრანგეთში რო ესე ვინმე რამე აკადროს მოსამართლეს. მე ვინ გამოვა რომელი საზოგადოების წარმომადგენელი და დაუჭერს ხარს აი ამ ვიგინდარას. და ესეთი რამე გააკეთა ამან და ევროკავშირმა გადაუხადა გირაოს თანხა. სოფლიოში ეგეთი პრეცედენტი არ მოხდარა. და სულ ფეხებზე კიდიათ ეს წერილები, გინდა 100 გაუგზავნე ევროკავშირს და გინდა 200. ისწავლა ამ კაცმა ჭკუა, ერთხელ მოაწყო დივერსია, ორჯერ მოაწყო, სამჯერ, მერამდენჯერ შედის უკვე ამ ციხეზე. და მერამდენჯერ გამოდის კიდე იქ იმ ციხიდან. და ჩვენ ხედავთ რომ ეს არის უკვე საშინელება, რომელსაც აწყობენ ეს ალქაჯები სხვადასხვა ადგილებში. აი მე ხა მინდა რომ შემოგთავაზოთ კრებული და მე ჩვენ ესე იგი ამათ გმირება თუ აქცევთ, იმიტომ რომ ადმინისტრაციული წესი ჩევა, მე ციხეზე ვიყავ, ვითომ 5 დღე იყო, 7 დღე და ციხეზე იყო რა. და ადმინისტრაციული წესი მათთვის რა პრობლემა, ფულს გადაეხდნენ გამბოლე. და ჩვენ უნდა უყუროთ აი ამ ჯოჯოხეთს, რომელსაც უყურებთ 13 წელია. დღეს ვერ გაიგებ ნაციონალებია ხელისუფლებაში თუ ქართული ოცნება, იმიტომ რომ ისევ იმ ადამიანების ესე იგი მიმართ ზეწოლა მიდის, ჩაგვრა მიდის, შეურაცხყოფა მიდის, აპარტეიდია ნამდვილი. პირველ არხზე მაინტერესებს აი ვასიკო მაღლაფერიძეს მინდა მივმართო. შენ ვერ გავიგე შემთხვევით ხო არ გონია რომ სააკაშვილია კვლავ ხელისუფლება. გუშინ გადავრთე, ესე იგი რა ქვია შვილი, მე ეს ისა რა ქვია ნაციონალების ლიდერი რა განსხვავება მაშინაც წართმეული ქონდა კონსერვატიულ საზოგადოებას ტრიბუნა და დღესაც წართმეული გაქვთ. მაშინაც ბოდიში და ჩვენთვის მიუწვდომელი იყო გარკვეული მაღალი რაღაცა იერარქები ხელისუფლების და ეხლაც ჩვენთვის ეს მიუწვდომელია. კვლავაც ესე იგი ჩაფურთხება სულში გრძელდება და ამას ჩვენ უნდა მოვეკიდოთ გაგებით. აგერ ნახეთ რა საკეთებენ და ამას უნდა მოვეკიდოთ თურმე გაგები. ჩვენ აი ეს რაც ხდება და აი ამაზე არავითარი რეაგირება თურმე მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარი. აი ეს ხდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ეს ხდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ეს ხდება საქართველოს რა ხდება? ვერ გავიგე ბანერის გადმოფენაზე როდის მერე გაქვს პრობლემა? ჩამოიყვანეთ ტელეფონის სოლიდარობა! Are, gadi, გაციეთ რომ მოხვედი და ოჯახის წევრები ვერ შედიან პროცესზე? გიცით? უკაცრავად ერთი წუთი. ხო რა უფლებით მეჯიკავები და წუთი კითხვის დასმის უფლება არ მოხს თუ რა ხდება? ქალბატონო სალომე, არავინ არ გაწევათ. ეს დელეგაცია რისთვის გჭირდებათ? ანუ ჟურნალისტებისგან რო დაგიცვან? Астуის კვით გასგოლე. Hadi git. მინდა რომ წაიგო.
მოდი რას მიდგებია? მინდა რომ წაიკითხო. აკითხული მაქვს. კი. სულ ახალია სხვათა შორის. თქვენმა თანამშრომელმა ახლა გოგოს მოკაჩა თმა. ამით. რა არის, არ გინახავთ ვიდეოები? თქვენ ძაღლებოთ ქვესით. სად არის ეს? სად არის და აქვა? მოდი ერთი აქ, მოდი. ტროტუარზე დგა. არ გადავა. სასამართლოში ვიყავი და იმის ნაცვლად რომ სიტყვიერად ეთქვა გავსულიყავი, ადგილზე ვიყავი და ვიღებდი, არა ვარ პრესის წარმომადგენელი, დამსწრე პირი ვიყავი სასამართლოზე, რომელიც უნდა შევსულიყავი. კერძზე დამაჭირა სპეციალურად ხელი, რომ მეგრძნოთ კივილი და გამოვეყვანე. არ ვაპატიებ, ეს არის სექსუალური მანიაკი. აი ახლა ჩაენძრია მანქანაში და გააჯვი აქიდან. დროზე. ჩავაი. ჩახვიე. მიდი. ამ ქალაქიდან დროზე. შენი დედა მოვტყა. ბიჭო! ნა ბიჭო ვარო შენ. მიდი ახლა დროზე გააჯვი. დავაი. მიდი. საჩივარს. ტელეფონზე საჩივარი და ხლეო შენ. ეს ხო რას გეუბნებათ რეჟიმი? გვიპასუხეთ რას ფიქრობ? ის გათავისუფლები. ყველას დედა გვეტირება. და ვისაც როგორც უნდათ ისე გაჟიმავე. შენ არავის არ ჭირდები შესაძოდაო შენ არ ვის არ ჭირდები, მაგრამ ეხა მე ერთი რამე მინდა გითხრათ. ვიღაცამ შეიძლება ეხა ცინა, იხარხარა. ეს არ არის მეგობრებო სასაცილო. ეხა წარმოგიდგენიათ თქვენ თავი ეხა იმ ადამიანის ადგილას სახში რომ მიუვარდნენ და რო ყვიროდნენ და იქ ბავშვები ცხოვრობს. წარმოიდგინეთ ეხა თქვენ იმ ლაშხის ადგილას, დეპუტატის ადგილას, რომელსაც შვილები ყავდა კაფეში და იქ მიუვარდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. წარმოიდგინეთ თქვენ თავი იმ გამომძიებლის ადგილას, რომელსაც აი ესე უყვიროდნენ. წარმოიდგინეთ თქვენ თავი იმ ადამიანის ადგილას, რომელიც მანქანაში ჯდებოდა და უყვიროდა ეს ქალბატონები, რომ ესე იგი რაღაცა უშვერი სიტყვებით. დასავლეთმა და სააკაშვილმა შექმნა ახალი ტიპის ქალები, ეს არის მიშას ბუჩქების ქალები. მიშას ბუჩქების თაობა. გახსოვთ ალბათ, აგერ არისო ბუჩქები და ისექსავეთო. ამათ სექსის, გარყვნილების, ნარკოტიკების გარდა არაფერი არ აინტერესებთ. მაგრამ ეხა ჩვენ რამდენი ხანი ვილაპარაკოთ ამაზე და რამდენი ხანი ვიშალოთ ნერვები, რამდენი ხანი უნდა ვიტანოთ ეს შეურაცხყოფები ამადგან. გეკითხები, 13 წელია ვითმეთ ამ ყველაფერს. 13 წელი ამ შეურაცხყოფას ვიტანთ. როდემდე ვიტანოთ, ვერ გავიგე, ადმინისტრაციული წესით გავა და გამოვა.
და ბევრი რო იცოდეთ, აი ამ პროვოკაციებს წამოეგო და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. უკვე მოდათ იქცა, რომ თუ გინდა კაცი გააფუჭო, უნდა მიხვიდე ტელეფონით, უყვირო, უწივლო და ის თუ მერე რაღაცა ბოდიში და თავდაცვის მიზნით რაღაც ქმედებას განახორციელებს, მერე უნდა ეს ადამიანი გაფუჭდეს. მე მაგალითად აი ახლა არ მინდა იმ ადამიანის გვარი და სახელი დავასახელო, ვიცავ ერთ ადამიანს, 68 წლის ადამიანს. აი ეს ნანუკას ქალბატონი ერთი მიუვარდა, შეურაცხყოფა მიაყენა და ამ ბატონმა დაცვის მიზნით ტელეფონის წართმევას სცადა და პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ. გესმით თქვენ ხალხო? პროკურატურა მისცა პასუხისგებაში ეს ბატონი. იმის გამო რომ აი ამ ნანუკას ვიღაცა ქალმა მიუვარდა. ესე იგი რა გამოდის? უნდა ავიტანოთ ეს ლანძღვა, გინება, თათხოთ შევირგოთ დედის რძესავით, გესმით თქვენ, და ჩვენ უნდა ვუყუროთ აი ამ გასაოცარი დემოკრატიის შედეგებს. როდემდე უნდა ვიყუროთ ამ ყველაფერს, მაინტერესებს. მე ხა ძალიან სიმართლე რო გითხრათ, ოპტიმისტურად უყურებ ბოლო პერიოდში რაღაც გარკვეული გადაადგილებები მოხდა პროკურატურაში, ახალი პროკურორი ინიშნება, მოადგილეები შეიცვალა და მინდა მივმართო საქართველოს პროკურატურას. აი ხა თქვენ მე მგონი მონაწილეობდით და მთელმა საქართველოს აღნიშნა სხვათა შორის ერთ-ერთი მოსამართლე იყო, რომელმაც პროცესზე თქვა, მე ოჯახის დღე აღნიშნეო. ოჯახის სიწმინდის დღე, იქ მარტო ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაზე იყო საუბარი. რა ოჯახის სიწმინდის აღნიშვნაზე არის საუბარი ხალხო? როდესაც მამაკაცებს კლავაც კონვეიერული სისტემით აპატიმრებენ იმის გამო, რომ აი ეს ბოდიში და მიშას ბუჩქების ქალები უვარდებიან და პროვოკაციებს უწყობენ. და კლავაც კონვეიერული სისტემით პროკურატურა მიდის და აფუჭებს ხალხს. აფუჭებს. და მე ამას ჩემი თვალით უყურებ ამ ყველაფერს. და არავინ არ იღებს ხმას. მე ვარ ძალიან აღშფოთებული. მე ვარ აღშფოთებული, იმიტომ რომ 80% ადრე სააკაშვილი აი ესე იგი ჩვენი გენოფონდი ჩაყარა ციხეში, ნარკოტიკებს უდებდნენ, დღეს ხდება ქალების ჩადება. გეუნებით მტკიცებულებები მაქვს იმისი, რომ ადამიანმა, ესე იგი, არც უძალადია, ექსპერტიზის დასკვნა მაქვს, არც რაიმე დაზიანება მიუყენებია, მაგრამ პასუხისგებაშია კაცი მიცემული. ხა მე კი მაქვს სამართლიანობის იმედი, მაგრამ რატო უნდა მისცე შენ რო პროკურატურა ხარ ესეთი ადამიანი პასუხისგებაში? თქვენ რო გივარდებოდნენ და იმ იმაში პროკურატურის დღეს კვერცხებს გესროდნენ და თავს ლაფი დაგასხეთ, მაინტერესებს, კარგი იყო, უნდა მოგეთმინათ ეს ყველაფერი თქვენ და ხმარ უნდა გაგეღოთ. როდემდე შეიძლება ხალხო ამ ყველაფრის მოთმენა, მე არ ვიცი, უკვე გაოგნებული ვარ, მე არ ვიცი, აი რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი, არნახულად, ესე იგი, შემაძრწუნებელი ფაქტი, იმიტომ რომ რასაც ჩვენ უყურებთ, აი ამას დასასრული არ უჩანს. აი, ხო შეიძლება თქვა კაცმა, რომ აი დღეს დასრულდება, ხვალ დასრულდება, რაღაცა როდისმე დასასრული გამოუჩნდება. არა, ეს გრძელდება მუდმივად. და მე მინდა რომ იცით რა არის, ამ ხელისუფლებას მიმართო, ადგება, მოწყინდება ამ პოლიციას, დაყრის ამ ფარებს, დაყრის ამ იმებს, აღარ მოიკლავს თქვენთვის თავს. იმიტომ რომ დაუფასებელია, მაინც რამდენი ხანია 13 წელია პოლიციამ შეურაცხყოფა უნდა იტანოს. 13 წელია მოსამართლემა შეურაცხყოფა უნდა იტანოს. იქ რომ იმაში პროკურატურის სისტემაში ბაია პატარაია რო ყავდათ, იმაში სტრატეგიის გამსახურად და იმედი მაქვს რომ ახალი პროკურორი ბაია პატარაიას და ფემინისტკების თემას დახურავს ერთხელ და სამუდამოდ. და სასამართლოც ესეთი დაჩმორებული არ იქნება, როგორ შეიძლება მოსამართლეს წყალი ესროლო, კაცო, ბოთლი და მონაეძახო. ხშირად მეც უკმაყოფილო დარჩენილი ვარ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მაგრამ ესე მოსამართლებს რაც უქნეს, ლაყე კვერცხები ესროლეს, ბოდიში და აგინეს, აფურთხეს, რეები გაუკეთეს და თქვენ მე ამ მოსამართლების იმედი გექნებათ? რატო აკეთებთ ამას? ვერ გავიგეთ, დაიჭირეთ სისხლისა, რა არის ადმინისტრაციული წესი და მათი დასჯა. ეს არის გაუგონარი რამ და ამას უყურებ ჩვენ და ზოგი ხარხარობს ამ იდიოტებზე. ეს სასაცილო არის, გეკითხებით თქვენ? თქვენ რო აღმოჩნდეთ ამ მე მივმართავ მე ამ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, გელაძეს. დღე და ღამე ამ სასამართლოში ობსტრუქციები ხდება ეზოში, მიიყვანე და დააყენეთ ეს პოლიციელები იქ ბოლო-ბოლო რა. ეს სასამართლოს მანდატურები ვერ გავიგე, კრივის და რინგის ისინი არიან, სპარინგ პარტნიორები თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ამათმა დარბაზში უნდა დაიცვან წესრიგი თუ ამ ნაძირლებს უნდა გაუკლავდეს.
მე მივმართავ შინაგან საქმე და მინის. მიიღეთ ზომები, რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ეხლა ერთ-ერთი ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენეს, შეშჩივლა იქ იმას, რა ქვია და განცხადება დაწერეო და ისაო და რა თულა განცხადება რო ხედავ სამართალდამღებას აქვს ადგილი ადრექი და მიეცი პასუხისგებაში დაიჭირე. ეხლა ვერ გავიგე დაწერა უნდა განცხადების, როცა ამის თვითხილველი ხარ, როცა კადრები არსებობს ამ დანაშაულებისა. არ არის მეგობრებო ეს სასაცილოთება. სააკაშვილის დროს ამის 1% რო გაეკეთებინა, ვინმე ეხლა დღეს გაციმირებული იქნებოდა. და მე ამ დეპუტატებს მინდა მივმართო, კაცო, ქსიამოვნებთ ასე რომ გივარ საჭმელი ვერ გიჭამიათ, რესტორანში ვერ შესულხართ, ქუჩაში ვერ გასულხართ, დედას გაგინებენ. მიიღეთ კანონები, გაამკაცრეთ ზომები, კაცო. თქვენ ვერ გავიგე მაზოხისტები ხართ? ვიჩამო, აი ხა ვიყავი იმაში, უამრავ ადამიანს აქვს ჩამოსვლის სურვილი, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვიყავი საერთაშორისო ყველა ამას რო უყურებს, რომ ერთი ისა ყაზახი მეგობარი მითხრა, ესე იგიო, ჩამოვიდაო, ჩემი შვილიო, კაცო და მიუვარდნენ რუსულად ლაპ ამათ ეგონათ რუსები იყვნენ ის ყაზახები. ჯერ იმ რუს ასერჩი, კაცო, ტურისტი მოდის აქა. მიუვარდებიან პუტინ ლო ისა ესა და აღარ დაადგა საშველი ამ ყველაფრის დამთავრებას. არა აქვს ამას დასასრული. ბიჭო, მოგვენატო, უკვე ბოლოს იცი რა სიტყვის ეს ხალხი ერთი და იგივე ნაგავია და სიმშვიდე გვინდა და თქვენი მართლაო და აღარ მოიკლავს თქვენთვის თავს რა. ადამიანი შეიძლება ქუჩაში ვერ გასულა, საჭმელი ვერ უჭამია, რესტორანში ვერ დამჯდარა, ყველგან ესე იგი არის ზონდერ ჯგუფები, ფულს უხდიან, მანქანებით გადაადგილდებიან, მიუვარდებიან, ხან ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებ. ეხლა იმ ბავშვებს, ლაშხი შვილებს შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეთ, იცით თქვენ? იმ ხელა სტრესი მიაყენეს მათ. შეიძლება აი ხა თეა წულუკიანის შვილს, რომელსაც მიუვარდნენ იქა და იმას შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება იმან როგორი ტრავმა მიიღოს, რომელიც გაყვეს ამას. ეს წულუკიანის კომისია, რომელიც იხილავს, რა აზრი აქვს, ვერ გავიგე, ისევ ნაცები ბოგინებენ გარეთ, კაცო. ეს არის შეურაცხყოფა თვითონ იმ ხალხისაც, კაცო. ხელისუფლებაში ხართ, თქვენ თუ სად ხართ, მაინტერესებს. თქვენ უნდა ხელისუფლება იმისია თითეული ადამიანის უსაფრთხოება და დღეს არის თითეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული. არავის უსაფრთხოება არ არის დაცული დღეს. დავიღალეთ უკვე აღარ შეიძლება ამ ყველაფრის ისა რა, მოთმენა რა. ბოლო თუ თავი არა გაქვს და თუ ერთი ადგილის თავი არა გაქვს, მაშინ წადი და ჩვენ მოგვიშვით, ვისაც შეგვიძლია ამის გაკეთება, კაცო. რა უბედურება ესა რამდენი ხანი უნდა ვიტმინოთ აი ამათ შეურაცხყოფებს მაინტერესებს რუსო და დარბიან ეს მიშას ბოზები და მე გამოხვალ იტყვი და ხელისუფლების ტერი ხარ კაცო მე გამოხვალ იტყვი და აი ამას პროტესტს გამოთქვამ და გაგებით უნდა მოვეკიდოთ თურმე ამ ყველაფერს თქვენ მაზოხისტები ხართ ბიძიკო ზოგს მუშში ხვდებათ ზოგს გაგინებენ და მე არ სიამოვნებს ამის ყურება არ სიამოვნებს და არავის არ სიამოვნებს რომელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში ამის შემდგომ გეკითხებით მე გამიგზელდა ეს ჩემი შესავალი იმიტომ რომ ძალიან აღშფოთებული ვარ რაც ხდება ქვეყანაში ეს არის ქვეყანა არის ჯოჯოხეთი საქართველოს აქცია ჯოჯოხეთად და ჩვენ ხმა მოგეცით თქვენ ქართულ ოცნება იმისთვის რომ სიმშვიდე მოგეცათ ჩვენთვის და თქვენ ჯოჯოხეთად გვიქციეთ ცხოვრება დღეს საქართველოში თქვენ გვიქციეთ ჯოჯოხეთად ქვეყანაში ცხოვრება იმიტომ რომ ხართ იმ უნაროები მე ვერ გავიგეთ დაამყარეთ წესრიგი ამ ქვეყანაში რა იმათ კი ნუიჭერთ იმ 68 წლის ადამიანებს, რომლებსაც მიუვარდებიან. ესე იგი, ამათ არ იმაშვებიან, პასუხისგებაში არ აძლევენ სისხლის სამარ. 68 წლის კაცი, ბიზნესმენი კაცი მისცეს პასუხისგებაში, იმიტომ რომ ამ ბოზანდარა ნანუკას ვიღაცა მიუვარდა და ესე იგი პროვოკაცია მოუწყო. და პროკურორი მოდის და ცდილობს როგორმე ესე იგი შეტენოს ეს ისა რა ქვია რა. წესით ის პროკურორი ციხეში უნდა იჯდეს და ის ვიც ამ საქმეს შეთითხნა. აი ესეთი ხალხი დღის ციხეში და სამაგიეროდ ესენი ნებიურობენ. 80 ქართველი კაცის დაჩაგვრა გინდა თქვენ? ქართველი კაცების გაწყვეტა გინდა თქვენ? და აი პაკისტანელები უნდა იყვნენ, პაკისტანელი მამრები და ინდუსები უნდა იყვნენ და ქართველი კაცი ციხეში უნდა იყოს.
თქვენ პიდარასტებო თქვენა მიშას ბოზები მაიწყავდა და თქვენ პიდარასტები ყავთ ხელისუფლებაში ეხა იმედი მაქვს რომ აი ეს ძირეული ცვლილებები რო ხდება რაღაცა გარკვეული ცვლილება მოხდება ყველა სისტემაში მე იმედის თვალით უყურებ ახალ პროკურორს ახალ მოადგილეს და ეხა არ ხსნი ჭყალებს ეხა როიალური ოპოზიცია რო არ არსებობს ეს იმას არ ნიშნავს რომ ხალხი ამ ყველაფერს გადაყლაპავს ყველას ოჯახები ყავს ყველა შვილები ყავს და არავის არ უნდა აი ამ ნაძირლების და ბოზების ყურება და ბოლო გახსენით ეს ეთერები კიდე რა უბედურება ამ გირჩელებით და იმეებით რომ ავსეთ ამ ნაციონალებით რა ესეთი ამისთვის გაძლევთ თქვენ ხმას რომ პირველ ახსე აი პიდარასტებს უყუროთ ჩვენ და 4-5 კაცი რომელიც არის იმედზე ჩუსტებით მისული გადაივლებს ხალხს და გენდაღამე ყრიან იქა არ ვიცი ეს უკვე აუტანელია ეს ყველაფერი რა ხშირად გვესმის ხელისუფლებიდან რომ ჩვენ არ ჩავერთეთ მეორე ფრონტი არ გავხსენით და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა მე გეტყვით რომ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა არ აქვს მშვიდობა არ არის ის რომ ადამიანს ქუჩაში შეურაცხყოფას ვიღაცა მიაყენებს და ამის გამო არ დაიჯება ადამიანი მშვიდობა არ არის ის რომ შენ იმის უნდა გეშინოდეს რესტორანში ვინმე არ ჩაგიფურთხოს მშვიდობა არ არის ის რომ პატარა შენ ბავშვებთან ერთად ვიღაცა მოვა შეურაცხყოფას მოგაყენებს და ადმინისტრაციულ წესი დააჯარიმებენ და მეტი ამით შემოიფარგლება ეს ყველაფერი მშვიდობა არ არის ის რომ რუსთაველი ეხლაც გადაკეტილია აი ამ 20 ნაბიჭვარის გამო და მე უნდა ავდგე და ვიარო მთელი ქალაქს კრუგი უნდა ურტყა დაღლილმა დაკაცულმა მშვიდობა არ არის ის რომ ესე იგი უმცირესობის ბატონობა მიდის უმრავლესობაზე მშვიდობა არ არის ის რომ ყველა ტელევიზიაში ნაცების ხედან და სხვაგან არავინ არ არის მშვიდობა არ არის ის რომ ვინც იბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კვლავაც ჩარეცხილია კვლავაც გადაგდებულია კვლავაც სულში ჩაფურთხებულია და მხოლოდ ნაცები არიან ყველგან არ არის ეს მშვიდობა ესეთი მშვიდობა გაიკეთეთ უკან არ არის ეს მშვიდობა რა მნიშვნელობა აქვს გულით გაუსკდება ადამიანს იქ ვიღაცა რომ თავის შვილს შეურაცხყოფას მიაყენებს თუ იმითი მოკვდება რა ქვია სხვა რამის გამო სიკვდილია იცით რა არის აგერ ერთი კაცი არავინ არ გაუგორებია იმს დასრულ ადამიანს თავისი ღირსება დაიცვა საკუთარ სამსახურში მიუვარდა ეს ნანუკას ვიღაცა ბოდიში და ბოზანდარა ქალი შეურაცხყოფა მიაყენა თქვენ კარგად უწოდეთ მიშას ბუჩქების ქალები ხო და შეურაცხყოფა მიაყენა გესმით თქვენ და ეს კაცი მისცეს პასუხისგებაში გესმით თქვენ ვინ არის ეს კაცი გითხარით კაცი არ მინდა ეხა იმიტომ რომ იქნება ამ კაცს არ სიამოვნებს ეხა იმიტომ რომ ხო არის რაღაცა ღირსების თემაა და რაღაცა მე ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო ყველა მიცის რა საქმეზეა ლაპარაკი ჩემზე დაუძინებელი მტერი თქვენ არ გეყოლებათ იმ საქმეზე რომ სამართლიანობა არ დადგინდეს აი პირველი მტერი ვიქნები მე თქვენი რა ხო მე არ მეხება ეს სხვას ეხება სხვა ადამიანი მაგრამ ესე იგი უპატიოსნესი უწესიერი კრისტალურად სუფთა ადამიანს რომელსაც ასეთ შეურაცხო ხო სხვასაც გო ჩემზე დიდი მტერი თქვენ არ გეყოლებათ რა აი თელი ცხოვრებაში გავაკეთებ იმას რომ როგორმე თქვენ მოცილდეთ აკაურობას რომ აი ეს კაცი ნაიფაქტარი კაცო ესე იგი კაცი პროკურატურამ გაწირა სასიკვდილოდ რა იმიტომ ვიცახი ამ პროკურატურაში გაწმინდეთ ამ პროკურატურა მიშას ბოზებისაგან ამ მიშამ თავისი ბოზები მაიწყავდა დასაქმებული და თქვენ იმ გახარიებმა და ვიღაცებმა პიდარასტები დაასაქმეს ხელისუფლება პიდარასტები და ის გედედეს უფროსის მოადგილე პიდარასტი არისო უშიშროების ის ხელმძღვანელი მოადგილე თუ ვიღაცა პიდარასტი არისო რეები აგიფეთქდათ სამინისტროები აგიფეთქდათ და მერე იყო ის ვიღაცა ჩიტები მყავსო და რაღაცაო რო იძახდა გახსოვთ ალბათ ხო ნუ იმიტომ რომ პიდარასტები ყავდა დასაქმებული ყველა უწყებაში ის ბინძური ქალია ესე იგი უპატიოსნესი ადამიანებს იჭერენ კაცო ხალხო გაიგეთ თქვენ ციხეები სავსეა უდანაშაულო ხალხი აი ამ ბოზანდარა ფემინისტების გამო რა და პროკურორი გამოდის და ესე იგი ცინიკურად იქცევა და მე ვერ გავიგე ხალხო რა ხდება აი ხა წარმოგიდგენიათ რა პროკურატურა რა პოლიციაზე აგერ გამომძიებას როგორ ექცევიან ნახეთ აგერ აი უყურეთ ერთი რა სალომე არ თქვენი
რა მოხდა? არ შეიძლება რომ მონა დაუძახოს პოლიციას. ხელი. ძალადობრივად აკავებენ ახალ ჩაწერეს მანქანაში. სალომე ედიშერაშვილს კომფორტის ზონა და ესე იგი, როცა გამომძიებელს პოლიციისას, აი ვანო მერაბიშვილი მინდა გელაძეს უთხრა ესა რა, ახალ მინისტრი რო არის, შინაგან საქმეთა მინისტრი. ეხლა ვანო მერაბიშვილი რა ნაძირალა არაკაცი იყო და კაცი ჭამია იყო, ყველამ ვიცის. ეხლა მე მაგაზე ნუ მალაპარაკებ და უამრავი გადაცემა მაქვს, მაგრამ ქონდა რაღაც გარკვეული კარგი თვისებები. ესე იგი, პირადად ულოცავდა ყველა თანამშრომლის დაბადების დღეს. და თითეული თანამშრომლის დაბადების დღეზე კეთდებოდა საჩუქარი. ერთხელ სააკაშვილის პერიოდში ხელისუფლებაში პროკურატურას უნდა მიეცა პასუხისგებაში ერთ-ერთი პოლიციელი, რომ არ მიცემულიყო ის კაცი, ეხლა მე ამას კი არ ვიძახი, ეს კაი გააკეთაო, შეფასება მე ფაქტს ვიძახი. ჩავიდა იქ იმ რაიონში, დააჯილდოვა ის პოლიციელი, რომ პასუხისგებაში არ მიეცათ. აი მე გეკითხებით ეხლა, აი ამ გამომძიებელს რომ მონას და რუსრო ეძახით. მერე სხვა პოლიციის გამომძიებლები დაგიჭერენ თქვენ გვერდში დაგიდგებიან. ესე რომ ლაფში ამოსვრი პოლიციას, ესე რომ აგინებინებ, აფურთხებინებ პოლიცია, თქვენ ეს პოლიცია გვერდში დაგიდგებათ მერე ხალხო? მე მახსოვს, როდის დაიწყო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, რომ პანჩურებს ურტყამდნენ 90-იანებში პოლიციას. ზვიად გამსახურდია ზროს აბუჩათ აგიგდეს. მე 2003-ში, როდესაც აი პოლიციელებს ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს. ხალხო, პოლიციაა დაუცველი და უბრალო ადამიანზე და ეს არის მშვიდობა? არა, პოლიციელი რო არის დაუცველი ქვეყანაში, ეს არის მშვიდობა? ასეთ მშვიდობაზე გველაპარაკებით თქვენ? ეს ვიღაცა ნაძირლები ადმინისტრაციული წესით ეხლა რომ დაჯერებდებიან, ეგ არის მშვიდობა? საქართველოში კაცმა ცოლი რომ მოიყვანოს უკვე ძალიან სახიფათოა. მე განეწრება, ეგ არის ადევნება. ერთი წამით იმდენად გარყვნეს ახალგაზრდობა, უკვე კაცმა იმიტომ არ იქნება ოჯახები. და სტატისტიკით კიდე 2024 წლის სტატისტიკით 10 ქორწინებიდან 6 გვთავრდება განქორწინებით. აი ახლა ეს ქალები რო შემოვა სახში, ამათ როგორ შეიძლება ესენი ოჯახში გააჩერონ? ბატონ შაქარაშვილი ხართ? ხერხად მონა. დავაი აქედან ეკლესიასთან უმარტო. მოდია, ერთი წუთი, ნუ გარბისა, ნუ გესჩინია, შეხალეო. მე ციხوارა და მე. შეხან ჩამარი. კაცი არ არის, ხარი. ნუ გავდა ჩამასკადა. თავში გაყოლება, ვისაც აქ უნდა უყარაშო. კოცების დედისყრა ცხოველებო ლაბოზებო თქვენი დედისწრის დროა. აი ხლა მიწაში ტრიალებენ ჩვენი დიდი წინაპრები. ქართველი ქალი პატიოსნების სიწმინდის გასახიერება, რომელიც უცხოტომელზე გათხოვების რომ არ გათხოვილიყო, კლდიდან ვარდებოდნენ, რომ რჯული რო არ შეეცვალათ. ქართველი ქალი, რომელიც სამშობლოს უზდიდა შვილებს, ამათმა რა შვილები უნდა გაზარდო, გეკითხებით თქვენ. ამ ბუჩქების თაობა და ესეთი არის გეუნები თქვენ დიდი უმრავლესობა. თქვენ რა გონიათ, ეს პატარა ნაწილი ხო არ არის. სასამართლოსთან შეკრებილი არიან გოგონები, შეგეშინდება, გეუნებით, აი შეგეშინდება რა. შეგეშინდება და იმის მაგივრად რომ ქირურგიული ჩარევა მოხდეს, ხელისუფლებამ კაცრად ირიარგიროს,
მე უყურებ აქ ჯაჯადიძის შოუში გამოდიან ეს ვიღაცა ისინი რა ქვია დათოია მეტრაკე ქუთაისიდან ბოდიში და იქიდან ჭიათურიდან კიდე ვიღაცა სულელი და ესე იგი საზოგადოებას ეუნებიან იმას რომ აი ესენი არიან ერის სახეო 9-ჯერ გათხოვილი მე ვერ გავიგე 9-ჯერ პოლიტიკურად 9 პარტიას რო გამეიტყვი პოლიტიკური ბოზობა და 9-ჯერ გათხოვილი ქანით ეს არის 9-ჯერ ბოზი შეიძლება ერთხელ არ გაგიმართოს 2-ჯერ 3-ჯერ 9-ჯერ და ყველა შოუში და ყველა იმაში თქვენ უყურებთ რომელიმე გადაცემა შეი ბატონოსო ან გამოჩენილი ინჟინერი, მექანიკოსი, მათემატიკოსი, პროფესორი, ფიზიკოსი გინახია თქვენ? არა, ვინ გააჭაჭანებს მაგისთან ახავს? არა, არ მინახავს, არა, ვინ გააჭაჭანებს მაგისთან ახავს? ჯაჯო უნდა იყოს, რომელიც იმეებზე ლაპარაკობს რა. ვინ არის ვერ გავიგე და ერთი რამდენიმე ოჯახი კიდე სულ გამოდის პატივცემს მეგობრებო იმ ოჯახებმა. 3 ოჯახის გარდა საქართველოში ოჯახი აღარ არის კაცო? 3 ოჯახი, ესე იგი ჩართავ ერთი ოჯახი. ჩართავ კიდე ისა, ჩართავ აქა თვალე რა გიდათ ვერ გავიგე საქართველოს ხალხი აღარ ცხოვრობს კაცო. იზინა ივანიშვილს აქვს დიდი მოთმინების უნარი და აი ეს კულტურის მინისტრი იქნება რომ შეიძლება კედელზე მიაყენონ მალე რა. და ძალიან ბევრი ჩინოვნიკი. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნათესავები არ დაინდო. და დაიჭირა საკუთარი ნათესავები. თქვენც იგივე დღე გელით თქვენ საწოდავებო თქვენა რა. კაცმა საკუთარი ნათესავები არ დაინდო. იმიტომ რომ ჩაიდინეს დანაშაული. და ამათ გონიათ ეს შერჩებათ ხახვევით რა. აი ეს ხალხის დაცინვა, აბუჩათ აგდება, უდანაშაულო ხალხის პასუხისგებაში მიცემა. ესე იგი კაც მიუვარდნენ. პროვოკაცია მოუწყეს და კიდე კაცი მისცეს პასუხისგებაში. ეს ეხა მაგალითად მოვიყვანეთ, თორე ასეთი 80% ციხეში ესე. არა, მეც ვიცი ეგეთი საქმეები. ვიცი, ბაია პატარაია მიუგზავნა ერთ-ერთ ჩემს შორეულ მეგობარს, ძალიან ახლო მეგობარი არ არის, მიუგზავნა ერთი მეძავი, არაფერი არანაირი აქტი მათ შორის არ მომხდარა, მაგრამ დაიჭირეს ის ადამიანი, კი, გაამართლებენ, მაგრამ სანამ გაამართლებენ, ადვოკატი ამბობს, რომ გაამართლებენ, მაგრამ რამდენი თვეა ზის ციხეში. და რამდენია ეგეთი? არა, მე გეუბნები, დღეს საქართველოში მიდის ალენ დალესის თეორიის მიხედვით ფაქტობრივად მოქმედებები. ალენ დალეს ხო აქვს დათქვამი, ჩვენო ჰეტეროსექსუალებს უნდა დავცინოთო, აბუჩათ უნდა ავიგდოთო, მასხრათო და იგივე საკეთებენ, ესე იგი, ბოდიში და ქალთან ვერ მისულ ხარ, იმიტომ რომ შეიძლება გიჩივლოს. ეხა იმ დღეს აი პროკურორზე ვიძახი, ლამაზი ქოგონა არის, კაცო და უთხარი, უი, როგორ კარგად გამოიყურე. ესეთი სიტყვებით ნუ მომართავთ მე. არა, ეს პროკურატურა. არა, ეს ქალია საერთოდ. აი ეს პროკურატურაში ნახევარზე მეტი ქალები არის გასაყრელი იქიდან. ბოზებით არის სავსე. და ეს არის გახარიას შეყრილი ხალხი. მე მინდა გენერალურ პროკურორს მივმართო ეხლა. გაყარეთ პროკურატურიდან ეს მიშას ბოზები რა. მიშას ბოზები გაყარეთ პროკურატურიდან. მე ძალიან კარგი ხელმძღვანელობა მოდის ეხლა გვარსახელები არ მინდა დავასახელებო ძალიან მაღალი ინტელექტის ქრისტიანული მწამსის ხელმძღვანელობა მოდის იცვლება იქ ბევრი რამე მე მინდა თქვენ მოგმართოთ მიშას ბოზებით გაყარეთ მაკიდან რა უდანაშაულო ხალხს პასუხისგებაში აძლევენ ხალხო ციხეები სავსეა უდანაშაულო ხალხით რა არა ეს დამნაშავის არ დასჯა უფრო ნაკლები საშინელება ვიდრე უდანაშაულოს დასჯა არა ისე პროკურატურის თანამშრომლები რო გამოდიან ძირითადად ქალბატონები არიან მე ყურადღებას ვაქცევ და ყველანი არიან ერთმანეთზე უკეთესი დარჩეული გოგოები რა ის პროკურატურაში სამოდელო სააგენტო გახსენით თუ რა ხდება ვერ გავიგე სააკაშვილი ეხლა არა ჩვენ ქართველები ლამაზი ხალხი ვართ და რა თქმა უნდა თვალსაც სიამოვნებს და გულსაც სიამოვნებს როცა ლამაზი ქალბატონი და მით უმეტეს პროკურორი გამოდის და ნუ ერთი სიტყვით რაღაცნაირად აი დუელში გვიწევს ალბათ მაგრამ რაღაცა უკვე დაეჭვებული ვარ კაცო რა ხდება ეს ამ პროკურატურაში რა ამბავი ტრიალებს ადეიშვილი მანდა მაინც ვერ იყო მთლად ძლიერი პოტენციის მამაკაცი და ეს გაბიტაშვილი მისი მრჩეველი იყო გენერალური პროკურორი მაგრამ ნუ ეთყობა ეს ცოტა ის არის რა ქვია ატაკაზია გადასული თუ რა ხდება ვერ გავი ყოველ შემთხვევისათვის ეს ავგიას თავლა ვერ გაიწმინდა რა საქართველოს გენერალური პროკურატურა და არ ვიცი რა ხდება ნუ მეც გავიგე რაღაცა კაი ამბავი და იქნება რაღაცა მე იმიტომ ლაპარაკობ ამას რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს პროკურატურის რომ გაწმენს პროკურატურას აი ამ გაღწნილი კადრებისაგან ახალი სისხლი შემოვა, იმიტომ რომ ხელმძღვანელობა რატო იცვლება?
იმიტომ რომ რაღაცა არ ხდება ისე. ეხლა ვიღაცამ არ თქვას რომ იქ იმიტომ შეიცვალა რომ ზოგმა რო იცის მადლობა რა ეხლა კარგად რომ მუშაობდეს იმი ხوار შეიცვლებოდა იქ რა თქმა უნდა და რო შეიცვლება ეხლა ის მოადგილე და გენპროკურორი ვერაფერს ვერ იზამს თუ კადრები არ შეიცვალა ხო? აუცილებლად. და კადრები უნდა შეიცვალოს რა. კაცო მოდელებმა იმუშაოს სამოდელო სააგენტოებში. ბოზებმა დასაქმდნენ როენა მამიდას სახელობის ბორდელებში. და კვალიფიციური კადრებს მიეცით საშუალება უამრავი კვალიფიციური იურისტია მარტო ადვოკატთა კოლეგიაში რამდენი შესანიშნავი იურისტი არის არ ვიცი წინვალე ხელმძღვანელი ყავს ადვოკატთა ასოციაციას ბატონი დავით ასათიანის სახით და ძალიან კარგი კოლექტივი შეკრა და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებია გადაიყვანეთ ბოლო-ბოლო ადვოკატთა ასოციაციიდან და გაწმინდეთ ეგ ისა რა ქვია მაგ ავგიას თავლა კაცო რა უბედურება ესა ესე იგი თიც უქნევს პროკურორი მოსამართლეს და ატერორებს ეს მითქვი ხალხო აი ესე მგონია რომ ის და ეს ახალგაზრდა გოგოები გესმით თქვენ მე ამ ახალგაზრდა პროკურორს რომ ქალბატონს რომ კომპლიმენტი სტყორცნეთ დაგიჭერო გითხრა თუ არა მაგი არ უთქვი ხა მაგას მე ვერ გამიბედავს მაგ სიმართლე რო გითხრა მაგრამ არა ისე რომ დაგიჭირო არა იცით რა ერთმა სამმა პროკურორმა ქალბა რომ დაგიჭირო სიმართლე რო გითხრა ბოდიში და მე მაგას არ განვიცდი ახლა სამარცხვინოა ეს ყველაფერი სამარცხვინო როლოთ ლამაზ ქალს თქვენი არ იყოს მეც სიამოვნებს რო უყურებ რა ახლა რა ღმერთმა მაშინ მომკლა როდესაც ლამაზი ქალი შეხედვა რა რაღაც გზნობები არ გამიჩნდება არ მინდა ცხოვრება მაშინ რა იმარო თქვა ერთმა მეტმა მეგობარმა თურქმა მეგობარმა მითხრა რომ ისე რომ კაციო მაშინ ახლა რომ როცა აკუმულატორი ვითახა რომ მუშაობდა როცა არ იზავდა ეხლა რა არის იცით ეხლა მე ერთ რამეს გეტყვით რა უბრალოდ 13 წელია უკვე აი ამას უყურებთ რა აი ხა დღეს კიდე ერთი სამწუხარო ამბავი გითხრათ მინდა რა ესე იგი თქვენ კარგად იცით რუსულ-ქართულ თემატიკაზე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები აღდგეს და ეს manifest.g საიტზე უკვე 16 თუ 20000 კაცამდე მოაწერა ხელი გამორთეს დღეს ეს საიტი ესე იგი ყველანაირად პრობლემებს ქმნიან ესე იგი რა რომ აი საქართველოს რუსეთის ურთიერთობები არ დაალაგდეს რომ ამ იდიოტებმა აი ამ ბოდიშ და მიშას ბუჩქების თაობა მიყვიროს მონა რუსო და ვიღაცა მე მინდა ხელისუფლებას მივმართო რა იცით რა არის ვიღაცებს კი გონიათ იმ აეროდრომის დაბომბვით რუსეთი ჩამოიშალა რა ვიცი ზოგს კურსკის აღებაც ეგონა რომ რუსეთი ჩამოიშლებოდა და რუსეთი რომ ომში არის და ვერ ხვდება ზოგიერთები და მთელ ნატოს და იმას ევროპას რო ემოება ვერ ხვდება მე მინდა რომ საქართველოს ტერიტორიულიანობა აღდგეს და ეს ხელმოწერები ამას ამ მიზანს ემსახურება მამუკა ფიფიამ ამას სული შთაბერა სოლიდარობა მშვიდობისა საერთაშორისო დივანში ჩვენ დაუჭირებთ ხარი და დღეს აი პარალიზებულია ეს საიტი და მე არ ვიცი თქვენ არ შეგჩებათ ეს ყველაფერი საიტი კი არა დივერსია რა არა იმათ უნდა იმას ვხდათ ამ რა ქვია უკრაინელებს და იმ დივერსანტებს და იმებს ჩავეხუტო თურმე უნდა რა არ შეიძლება ესე მოქმედებები და ხელისუფლებას კიდე მინდა მივმართო რა ეს არ არის მშვიდობა რესტორანში ვერ დაჯდები და ქუჩაში ვერ გაივლი და მაღაზიაში ვერ შეხვალ ადამიანი იმის გამო რომ ვიღაცა პროვოკაციას მოგიწყობს ეს არ არის მშვიდობა ზოგჯერ გონია ესენი მაზოხისტები არიან